დავიწყოთ. მტკიცებულებების გარეშე, ჩემგან დოკუმენტებს ნუელოდებით. ჯერ ადრია, მალე ნახავთ ვინმე შალვას ან მამუკას ბრიფინგს, სადაც ახალ უფრო ზუსტად კი პუტინის ძველ რუსულ ინიციატივებს გაიგებთ. აი ზუსტად ისე უცხოთ და მოწმენდილცაზე, როგორც რუსული კანონის შესახებ გვავცნო ვინმე მამუკამ, მას ასე უკრაინაში შეწვის შემდეგ პუტინმა შემოიღო კანონი არმიის დისკრედიტაციის შესახებ. რუსული ოცნების ინიციატივაში დისკრედიტაცია შეეხება სამართალდამცავების უმაღლესი სახელმწიფო და ზოგადად თანამდებობის პირებს. დისკრედიტაციად ჩაითვლება ყველაფერი, რაც ქება არ არის. დაგიკონკრეტებთ, მაგალითად, სისტემის ჯალად ხარებაზე, ან თბილისის პოლიციის უფროსზე სადმე სოცქსელში რამეს თუ დაწერთ, ან აქციაზე რამეს დაუძახებთ, დისკრედიტაცია იქნება და თქვენზე ადმინისტრაციული სასჯელის შემდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება. თქვენ ივანიშვილის გულაგში მოხვდებით. თუ შემთხვევით პარიზის აეროპორტში ელისო ბოლქვაძეს მონა და მოღალატე რომ უწოდეს, რამე ფორმით მოგეწონათ ექსტრემიზმის, ფაშიზმის ან ტერორიზმის ხელშეწყობა, საჯარო სივრცეში მხარდაჭერა დაგვრელდებათ. ბავშვებს მოესწრი, მომავალ თაობას მოესწრი და მომავალ თაობას ჩაუყე. რა გგონიათ აბა, პროპაგანდისტულ არხებზე ვითომ სიუჟეტებს და ვითომ თოქ-შოუებს რატომ არქმევენ სათაურად ლიბერალური ფაშიზმი, ექსტრემისტული ოპოზიცია, რადიკალების გეგმა. რუსული კანონი 2-ის ფარგლებში ასეთი ინიციატივა იქნება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და შემდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მათზე, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ რაიმე ფორმით დაეხმარება აგენტების შესახებ კანონის დამყარებას. თქვენი ბიომეტრიული მონაცემით შეიქმნება სოციალური კრედიტის ბაზა, ისევე როგორც ჩინეთის ზოგიერთ ქალაქშია. საპილოტო პროგრამა რუსეთის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში უკვე მოქმედებს და მას ანუ ჩვენ გვქვია. ჩინური სისტემა მოქალაქეს ქულებს ანიჭებს ან ართვევს. თუ ეგრეთ წოდებული კანონმორჩილი მოქალაქე ხართ, ბონუსს მიიღებთ და მაგალითად ექიმთან ურიგოდ გახვალთ. თუ სოციალური კრედიტი მინუსში წაგივიდათ, სანქცია შესაძლოა ასეთი იყოს: ვერ იყიდოთ ავიაბილეთი ან ვერ დაჯავშნოთ სასტუმრო. კონტროლი გამკაცდება პროფესიულ წრეებზე, პედაგოგებზე, მასწავლებელებზე, ლექტორებზე, მეცნიერ მუშაკებზე და რაც მთავარია, ადვოკატებზე. ის ვინც გაბედავს და პოლიტპატიმრებს ან სისტემის მიერ დაჩაგვრს დაიცავს, დადანაშაულებული იქნება ექსტრემიზმის ხელშეწყობაში ან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში და ნავალნის 3 ადვოკატის მსგავსად ჯერ ლიცენზია ჩამოერთვება, შემდეგ კი ყველაზე დამოუკიდებელი სასამართლოს სახელით გულაგში ამოყოფს თავს. არ გეგონოთ დასაწყისში ტექნიკურ შეცდომას უყურეთ. არა, ეს 2024 წლის 2 ივნისის დროებაა. ნაწყვეტი ჩემი ბლოგიდან ივანიშვილის გულაგი. ნათელხილველი რომ არ ვარ, ეს ძალიან კარგად იცით. უბრალოდ მარტივი ამბავია. უნდა დააკვირდე და მიხვდები, რომ დიქტატურა ანადგურებს ყველაფერს, რაც მის არსებობას ხელს უშლის. ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ღია ომი გავრილოვის ღამეს გამოუცხადა. რეზინის და დათვის ტყვიები დამიზნებით ესროლა. სულ ბოლოს კი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენა. ეს მოქალაქეები 1 დეკემბრის შემდეგ რუსულ რეჟიმს თხოვენ პასუხს კითხვაზე, რითი მოგწამლეთ. პასუხი არ არის. ამათ ხომ გამოძიება 5 დღეში დაასრულეს და ახლა ყოველდღიურ რეჟიმში 1000 ტყუილს ბოდავენ დიდი ალბათობით კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის ბოროტების გადასაფარად. ამ მეთოდებზე და არა მხოლოდ ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი თუ დასწავდა გეგმა 2026-ის 2 ფაილი. პირველი სპეცოპერაცია მემკვიდრე, არა უტა, არა ბერა, არამედ ცოტნე და მეორე ინტერნეტის სრულად გათიშვა თუ არა კონტროლი. ინტერნეტით დავიწყოთ. ქართულ მედია სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ნეიტრალური არხი ევრონიუს ჯორჯია დიდი ალბათობით მაუწყებლობას შეწყვეტს. არაოფიციალური ინფორმაციით, არხის თანამშრომლებმა უკვე იციან, რომ მათი ბოლო სამუშაო დღე 31 დეკემბერია. ევრონიუს ჯორჯია სილკ ტივის 9 არხიდან ერთ-ერთია. სილკ ტივი ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის საკუთრებაა. სილკ როუდ ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს ჯგუფია. ტელეკომუნიკაცია, უძრავი ქონება, სასტუმროები, ტრანსპორტირება, ელექტროენერგია და ციფრული ბანკი. დღეს ყველა მსხვილი ბიზნესმენი ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. ზოგი მათგანი ხარბია, ზოგი უფრო ხარბი, ზოგიც მოსწრებაზე, ზოგიც პრაგმატული. ზოგსაც ჯერჯერობით ხელს ვერ კიდებენ და ასე შემდეგ. ახლა ამის გარჩევაში არ შევალ. ვერ ვიტყვი, რომ სილკ როუდ ჯგუფი იმ ბიზნეს ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ივანიშვილთან ალიანსშია. აეროპორტის იარაღის ინციდენტი ინფორმაციის ნაკლებობის და ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით, მხოლოდ გაუგებრობად ჩავთვალოთ. რამიშვილთან დაკავშირებით მთავარი ის არის, რომ მას კაპიტალი ივანიშვილისგან
მათგან დამოუკიდებლად აქვს. უკონტროლო კაპიტალი კი სუბუქად რომ ვთქვათ, ეჭვიანი ოლიგარქისთვის პრობლემაა, მით უმეტეს რომ საქმეში მედიაც არსებობს და მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი. ბევრი მიკიბ-მოკიბის გარეშე არსებული ინფორმაციით რამიშვილს ბიზნესის გაყიდვა მოთხოვეს. არ გაგიკვირდება თუ გეტყვით, რომ მყიდველი ივანიშვილის კარის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყო, რომელმაც უარი მიიღო. ამ ყველაფერს კი დროში ევრონიუსის დახურვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ემთხვევა. ივანიშვილის გეგმა 2026-ის და მის ირგვლივ არსებული არასახერბიელო ვითარების გათვალისწინებით არ არის გასაკვირი, რომ ივანიშვილს Silk Road ჯგუფში არა რამე კონკრეტული ბიზნესი, არამედ ტელეკომუნიკაცია აინტერესებდა. ამ დროის მონაცემით Silknet-ში 250,000 აბონენტია ჩართული. GSM ოპერატორი კი 1,800,000 აბონენტს ემსახურება. ამის პარალელურად კვირლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მაგთის მომსახურებაში შეფერხებები აქვს ძირითადად რეგიონებში და ამის მიზეზი არასტაბილური ელექტრომომარაგებაა. მაგთიმ ენერგოპრო ჯორჯია ხელოვნური დაბრკოლებების შექმნაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამის გამო ინტერნეტ ქსელში ახალ აბონენტებს ვერ თავს. ძველი აბონენტების შემთხვევაში კი ხარვეზების გამოსწორება უჭირს. პროპაგანდაში დახარჯული მილიონობით შავი ფულის მიუხედავად, ივანიშვილის სინდიკატმა ტვინების ბოლომდე ოკუპირება ვერ უახერხა. სოციალური პლატფორმები, YouTube არხები და ასე შემდეგ სცადა, მაგრამ ციფრულ სამყაროში და ინფორმაციის ნაკადში საზოგადოებამ მეტნაკლებად ისწავლა პროპაგანდის სიმართლისკენ გარჩევა და რაც მთავარია, ინტერნეტი ცოცხალი არქივია, სახიდან გაუსვლელად კი არა და შენ მობილურში მარტივად შეგიძლია მოძებნო ივანიშვილის შეუსრულებელი დაპირებები და მეტიც ის გაავრცელო. ჩატში ჩააგდო, ან WhatsApp-ის, ან Telegram-ის საკუთარ არხზეც კი და მას აუცილებლად ნახავენ დიდ ქალაქებშიც და რაც მთავარია, სადმე სოფელში. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას და მისი ტემპების ზრდას, პირველ წელიწადს ეს იქნება ძალიან რთული. ამას შეიძლება საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი. მე ვფიქრობ, რომ მეორე წელიწადი იქნება უკვე საგრძნობლად უკეთესი. მესამე იქნება ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უკვე საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობენ. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი. ყველაფერთან ერთად ორი გაქვს ინტერნეტზე თავისუფალი წვდომა და საკუთარი არქივი აღიზიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მიიტაცა, ზუსტად იცის, რომ ინტერნეტს ვერ გამორთავს და რადგან ვერ გამორთავს, შეეცდება, რომ სიჩქარე მაინც აკონტროლოს. სულ არ გამიკვირდება, რომ სულ მალე არარსებულმა პარლამენტმა რომე კანონი მიიღოს, რომლის საფუძველზეც ინტერნეტ პლატფორმები და მაგალითად მეთა არასასურველ ორგანიზაციად ან ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდება და შემდეგ მისი ბლოკირება მოხდება. სიგიჟი არა, ასე ეგონათ რუსეთშიც, მაგრამ გამოაცხადეს ამანაც რომ არ უშველა, ახლა ჯერი WhatsApp-ზე მიდგა, რუსეთში ახლა ინტერნეტის სუვერენიზაცია მიმდინარეობს. კრემლმა უკვე შექმნა ნაციონალური მესენჯერი მაქსი, რომელიც ფაქტობრივად უკვე ყველასათვის სავალდებულოა. ამის პარალელურად რუსეთის მოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთიდან დაბრუნდება, მისი სიმბარათი გაგრძელდება. ერთი დღე ინტერნეტად წვდომა არ ექნება. უსაფრთხოებაა თურმე მთავარი. В России начал действовать так называемый период охлаждения для сим-карт. Это касается абонентов, которые только вернулись из-за рубежа. За этим нововведением наша безопасность. Пиаргава რუსეთის რომელიმე რეგიონში არ მხოლოდ მობილურის სახლის ინტერნეტის ეგრეთ წოდებული შატდაუნი არ მოხდეს. უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში დრონებისგან თავდაცვის მიზნით ინტერნეტი ფაქტობრივად ომის დასრულებამდე გამართულია. სამაგიეროდ მუშაობს სახელმწიფო მაქსი და თუ მოახერხეს სახელმწიფო სერვისებზე წვდომას მიიღებ. სახელმწიფომ უნდა იცოდეს მოქალაქე რას აკეთებს ინტერნეტში, რა იწერება პროფესიულ სკოლის მშობლების, ოჯახების, სამეგობროს, სხვადასხვა წრეების, სამეზობლოს ჩატებშიც კი პროპაგანდაც ადგილზეა. Почти 6 тысяч многоквартирников Тюменской области перешли в дымовые чаты в мессенджере Макс. Ссылки приглашения жителей региона получают через портал госуслуги. Там же поясняется, что эти дымовые чаты будут работать даже при нестабильном интернете. თავარი საზრუნავი კი WhatsApp-ი და Telegram-ია. უკვე დაბლოკილია აპლიკაცია FaceTime. სულ მალე კი WhatsApp-ი დაიბლოკება. მოქალაქეებს კომუნიკაციის საშუალება არ უნდა ქონდეთ, რადგან Telegram-ს კრემლის პროპაგანდას იყენებს, ამიტომ ჯერ თავს იკავებენ მისი დაბლოკისგან. გამოსავალი მოიძებნა მობილური ოპერატორები პირველი იანვრიდან ვალდებულები არიან ინფორმაცია 3 წლით შეინახონ. რა იცით Facebook-ს როდის მოუნდეს თქვენი ამბის გაგება. WhatsApp-ის დაბლოკის მიზეზი კი ძალიან მარტივად შეფუთეს უსაფრთხოება და კრიმინალთან ბრძოლა.
ბრძოლა და რადგან მიუხედავად რუნეტის არსებობისა, კრემლი ვერ თავს რუსეთს მსოფლიო გლობალურ ინტერნეტიდან მარტივი გამოსავალი მოიგონა, სიჩქარის კონტროლი ან დროდადრო საერთოდ გამორთვა. პუტინის რუსეთში დამღლელი უნდა იყოს ინტერნეტი, ნერვები უნდა გეშლებოდეს და მე ნელ-ნელა გადაეჩვევი. იმასაც შეეჩვევი, რომ სერვისების აპლიკაციებზე, მაგალითად მობაილ ბანკზე სპეცსამსახურებს წტომა ექნებათ და ასე შემდეგ. ვიცი, ცოტა რთული და დამღლელი იყო ამის მოსმენა, მაგრამ თავის დროზე, როდესაც ვთქვი, რომ პუტინმა აგენტების კანონი მიიღო და ესენიც მიიღებეთქო, ცოტას თუ ეჯერა. საბოლოო ჯამში კი აგენტების კანონის გაправებაც ერთნაირი ჰქონდათ. Почему в США можно, а у нас нельзя? Не мы придумали этот закон. Этот закон был принят в Соединенных Штатах Америки в 30-х годах. კოლექტიური კობახიძეების ზუსტ თარგმანს აღარ შემოგთავაზობთ, ხო და მოკლედ თუ დასცალდა მომავალი წლიდან ივანიშვილი შეეცდება ინტერნეტის კონტროლს და შეზღუდვას. თუ არ გჯერათ, იცით რაც გაგახსენებთ? ვითომ პარლამენტის, ვითომ წერმა, ვითომ ხალხის ძალის, ვითომ ლიდერმა, სუბარმა რა თქვა სულ ცოტა ხნის წინ. დღეს ტელევიზიაზე, რადიოზე შეიძლება გაცილებით მეტი გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ და არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებებიც, ხო, ბეჭდვითი მედია, სოციქსელები დღეს მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და უბრალოდ კარგი იქნება დავიწყოთ მუშაობა ამ სფეროში რეგულირებაზე. აღარ ჩამოთვლი სოციალურ ქსელებში პოსტების გამო მოქალაქეების დაჯარიმების საქმეებს. უბრალოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თუ დასცალდა 2026 სოციალური ქსელების ინტერნეტის დაბლოკვის და კონტროლის წელი იქნება. ასეთია დიქტატურის არსი. აბა წარმოიდგინეთ ინტერნეტი და ცივილიზაცია რომ არ ყოფილიყო, სად ვნახავდით BBC-ს ფილმს. BBC-ზე რა თქმა უნდა მოგვიანებით, მანამდე კი 2026 გეგმის უმთავრესი ფაილი, სპეცოპერაცია მემკვიდრე. რა თქმა უნდა დათქმით თუ დასცალდა. მოქმედი ირაკლის და მისი დაჯგუფების მიერ ივანიშვილის ძველი ჩვენ კი დიდი ხანი ვიცოდით, მაგრამ ახლა აღიარებული კორუმპირებული დაჯგუფების პოლიტიკურად განეიტრალების ფონზე უნებრივია ივანიშვილის საკუთარ მემკვიდრეზე ფიქრობს. 2 წლის წინ, როდესაც ის პოლიტიკაში წინასაარჩევნო ყრილობით შემოbrunდა, ვითომ სადმე იყო წასული, გაჩნდა ვარაუდი, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი მემკვიდრეობისთვის უტა ივანიშვილის გამზადება იყო. მით უმეტეს, რომ ლეგენდის და ცნობილი წერილის მიხედვით, მამის პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი უფროსი ვაჟი იყო. თითქმის 2 წლის წინ ამ ვარაუდს ისიც ამყარებდა, რომ ჯერ კიდევ 2016-ის და 2020-ის საპარლამენტო არჩევნების წინ ხმები უტას პირველ ნომრობაზე არაერთხელ გავრცელდა, თუმცა როგორც ჩანს, მაშინ ადრე იყო და უტამაც უარი თქვა. ახლა ვითარება ივანიშვილისთვის კარდინალურად არის შესული. ყველაფერი ცუდი ძველებს უნდა დაბრალდეს და მოქმედი ირაკლის ხელით ყველაფერი უნდა მოსუფთავდეს. არა მხოლოდ ზედა, ქვედა დონეზეც და კორუფცია მკვეთრად ცენტრალიზებული უნდა იყოს, რომ ფული ერთ ადგილას მიდოდეს და სხვა ჯიბებში არ ილექებოდეს. მე ჩემ აზრზე ვჩები, მიზეზებზე არაერთხელ ვისაუბრე და თავს აღარ შეგაწუხებთ. ეს 2026-ში არჩევნების ჩატარებას გეგმავს და ამ დროისთვის მას აღარც მოქმედი ირაკლი და მისი მამუკა დასჭირდება. მას ყველაზე სანდო სჭირდება და ეს სანდო მხოლოდ ოჯახის წევრი შეიძლება იყოს. არა უტა, არა ბერა, არამედ ცოტნე. ის 25 წლის არის, მომავალ წელს 2026-ში 26-ის იქნება. ივანიშვილის 2030-მდე 4 წელი იქნება დარჩენილი. ფიქრობ ეს ციფრები არ არის შემთხვევითი, მეტ ნუმეროლოგიას მომთხოვთ. 26 დეკემბრის დილით არაფერი მოასწავებდა, რომ გრუზისკაია მეჩნას მალაჯეჟნია ორგანიზაცია ყრილობას ჩაატარებდა. გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, ვის გახსოვდათ, რომ ასეთი ორგანიზაცია არსებობდა და მისი თავმჯდომარე მესამე თუ მეოთხე ხარისხის სპიკერი ვითომ კომიტეტის თავმჯდომარე ვინმე მახაშვილი იყო. არავის. ის რომ 36 წლის კაცი დეპუტატი ახალგაზრდობის თავმჯდომარედ აირჩიეს, ეგ ცალკე ქოცური ფილოსოფიაა. ისე კი კალაძის შტაბის ახალგაზრდა ზონდერებს უფრო მოუხდებოდა თავმჯდომარეობა, რამდენი იწოლეს, რამდენი იმოძრავეს, რამდენი იგინეს და მაინც რა უხერხულად დარჩნენ ისტორიაში. ნეტა ყრილობის ბოლო რიგებში მაინც თუ ისხდნენ. ყრილობას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო ცოტნე ივანიშვილი. ყრილობას სასტუმრო პარაგრაფში ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე, გენერალური პოლიტიკური და რეგიონული მდივნები პოლიტიკური საბჭოს წევრებთან ერთად, ასევე ცოტნე ივანიშვილი საპატიო სტუმრის რანგში. იმედია არავის გგონიათ, რომ შემთხვევითი იყო იმ დღეს პროპაგანდის მთავარი თემა ეს რაღაც ვითომ ყრილობა იყო. ესიც არაფერი, მოქმედმა ირაკლიმ ცოტნეს
ყრილობაზე მისვლას სიმბოლური უწოდა. სიმბოლური რომ დღევანდელ ყრილობას ესწრება სოდრე ივანიშვილი, რომელსაც განსაკუთრებულად მინდა მივესალმო. და რიტორიკულად რომ ვიკითხო რა არის ამაში სიმბოლური თქო, არც რა რომ არა თავად ივანიშვილის მოთხოვნა. დიდი ალბათობით ყრილობის დელეგატებმაც არ იცოდნენ რომ ცოტნე მამის სასტუმროში მივიდოდა. დიდი კობახიძეს კალდეს და თვით ახალ თავმჯდომარეს ცოტნეს მეგობარს ცოდნა მისი იქ მისვლა. მივიდა, გამოჩნდა, განცხადება გააკეთა, მოზომილი ზოგადი და ასე შემდეგ. მე პირადად ძალიან გამიხარდებოდა რომ ჩემი თაობის წარმომადგენლების შორის მეტი დიალოგი არსებობდეს. რახან ჯანსაღ დისკუსიაში ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც. პროპაგანდის სხვადასხვა საშუალებებში ოლიგარქის ვაჟის გამოჩენა პირველი შემთხვევა არ არის. ის ბოლო 2 წლის მანძილზე წინა რიგებშია აქცია მსვლელობა და ასე შემდეგ. ის ხშირად ჩანს სპორტსმენებთან, მათ პოსტერს უძღვნის, ის ხატავს, ის ჭადრაკს თამაშობს. სოფლიო გრან-პრიზე საპატიო პირველი სვლა აქვს გაკეთებული. სულ არ გამიკვირდება რომ ამ რაღაც ორგანიზაციის ახალი ყრილობა ჩატარდეს, სადაც მამის მსგავსად ვაჟსაც საპატიო თავმჯდომარედ აირჩევენ. ანუ ახლა ის უკვე პოლიტიკაში ახალი სტატუსით შემოვა. მერე ნელ-ნელა პროპაგანდის სხვადასხვა პლატფორმები და შემოგთავაზები რომ დროა ღირსეული მამის ღირსეული ვაჟი აქტიურ პოლიტიკაში სტატუსით მოვიდეს. ვინმე ღვაწლმოსილი გამოვა და იტყვის რომ დადგა დრო ოცნება გადახალისდეს, ახალი სისხლია საჭიროა. მერე იმასაც იტყვა რომ სამეზობლოში ოჯახური მემკვიდრეობითი მმართველობაა. კარის ფილოსოფოსები და ინტელექტუალური ელიტა კი მემკვიდრის პროექტს სხვანაირად გააფორმებს. იტყვა რომ ეს ოჯახური კი არა, დიდი პოლიტიკური დინასტიაა. კენედების, ბუშების, კლინტონების პრეცედენტებს შემოგთავაზებენ. მერე ის წერისაც დაწერს და იტყვის რომ ვინ თუ არა, ვაჟი უკეთესად გააგრძელებს 2012-ს. ასე იკურთხება მემკვიდრე და შემოაბიჯებს ივანიშვილის კონცეფცია 20-30, ოღონდ 20-26. არ გჯერათ ხო, ნუ გჯერათ. მართლა მერიდება უკვე მე რამდენიც ვამბობ რა არის ის, რაც არ გაკადრათ ან არ შემოგიხაზათ. უარეს იზამს, წიანმეს მოაწყობს და თუ დაჭირდა, სვეტიცხოველში წარადეს მემკვიდრეს. უარს ეთქვის ეგზარხოსი თუ რა? ეგზარხოსი და საპატრიკოზე რაღა ვილაპარაკო, ყველაფერი ნათელია. ნაწამებ ხალხზე საკუთარ მრევლზე ერთი თანადგომის სიტყვა არ უთქვამთ. კაცმა არ იცის საშობაო ეპისტოლეში რას ჩაწესის, ვინც წერს. ქართულმა რუსულმა პროპაგანდამ ადამიანი ერეტიკოსად გამოცხადა და ხმა არ ამოუღიათ. არ გამკვირვებია, მათგან არაფერი მიკვირს და ჩემი კომენტარი ზედმეტია. შეფასებისთვის ნაწყვეტ შემოგთავაზებთ თის ამბების მინი დოკუმენტური ფილმიდან შალვა გულედანის საქართველოს ამბები. მესტი სოფელ ლენჯერის მკვიდრი ბევრის სათქმელს ზუსტად ამბობს. რისთვისაა საჭირო სამღვდელობა მე ვხვდები რა. თუ ერთს არ გამოვადექი, თუ თევდორე მღვდელი არ იყავი, მაშინ რაში გჭირდება ეს სამღვდელობა იმისაც რომ ჯიპებით იკატავო? რამხელას ვიცოცხლე და ვიცხოვრე, ერთი მაგათგან სიკეთე აფია მინახია და მივიდი არასენ ქვეყანაში. ბევრი არის მღვდელი, იმათი სიკეთე იყოს უფლისგან. მაგრამ უმეტესობა არის შემოგელა ეს ჯიპზე მოკატავე მღვდლები, რომლებიც სულ არ ბოდიში და ფეხებზე კიდია იმას ეს მზიამაღლობელის საქმე. რატო არ ჩავიდენ იქა და რატო არ უთხროს რომ მე ქართველ ქალს ნუ შეეხები ძმაო? მაშინ ხარ შენ ღვთის მსახური და მაშინ მჭირდება შენი ხელი რომ არ ახლოთ ამ მანდილოსანს ხელი. რატო არ ჩავიდა მთელი საპატრიარქო იქ ამის სასამართლოზე მზიამაღლობლის, აი გეკითხებით ქართველებო, რატომ არ ახსდგა მთელი ეს საპატრიარქო? ესენი არიან სუფთა ჩვენი საქართველოს ბიუჯეტის მჭამელები და ჯიპებზე მოკატავე საზოგადოება. ესენი არც მღვდელსახურები არიან და არც ქრისტიანობასთან მაგათ არც არაფერი. აღარაფერი მიკვირს არც ყველაზე ნაცნობი ერთ დროს მომღერლისგან, ძის გამოპალი კიდობნიდან ეს იკადრა. მე მამეთ მზია ამაღლობელსაც დავარწყავდი პანჩურს რა და გამოვაგდებდი რა. ესე ვთქვათ, ვითომ ეს მედიის
კორიფეს რა, რომ ესე ვთქვათ, სახაროვის პრემიას. ენით აუგწერენ ამორალობაზე რაღა უნდა თქვა, რომ მკითხოთ თბილისელი და ქალაქელია. ჩვენი ქვეყნის მისამართით მთელი რიგი დაუმსახურებული ბრალდებები მოვისმინეთ. სხვის დაწერილს რომ ვერ კითხულობს, ორბელიანის სასახლის ბინადარმა ამას ხომ არ ჩამორჩებიოდა, პროპაგანდის ყუთში ასეთი ამორალურობა იკადრა. ბერი პაისი ათონელის შეფასება არის ადამიანის კატეგორიებთან დაკავშირებით. ბუზის და ფუტკრის ადამიანს ბუს ადარებს იმ ადამიანებს, რომლებიც ყვავილებით, ხეხილით, ასე გამწვანებულ ბაღში ბუზიმნով შემოფრინდება, გადაუფრენს ყველა ხეხილს და ყვავილს და ღობის ძირში აუცილებლად მიაკვლევს ფეკალიეს და იმით დაკმაყოფილდება. აი ბუზი ადამიანებს ვადარებ ჩვენ და სამწუხაროდ ამ ადამიანებს, რომლებიც ზოგი მოწოდებით არიან და ესეც ბუნებრივია. ალბათ რომ მხოლოდ ნეგატივს უნდა ხედავდნენ, მხოლოდ სიძულვილს უნდა ხედავდნენ, მხოლოდ ცუდს უნდა ხედავდნენ. ამაზე მაქვს საუბარი, მაგრამ ყველაზე საცუდაობა იცით რა არის, რომ იცის რომ ეს ბუზი, ეს ბოროტება, მაგრამ დავალებით ხდება ბუზი. აი ეს ტელევიზიები, ეს რადიკალური ფრთა, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესენი არიან ბუზები. ბუზი ტელევიზიები, ბუზი აქტივისტები, რომლებიც ვერც პროგრესს ხედავენ, ვერც სიკეთეს ხედავენ, ვერც განვითარებას ხედავენ. ორბელიანის სასახლის მდგმური რუსეთის ჩემპიონი ფეხბურთში. საქართველოს მოქალაქეებს მისი და მისნაირებისგან არაფერი დააკლდებათ, მათგან განსხვავებით მოქალაქეებმა, რომლებიც მალე 400 დღეზე მეტია ქუჩაში საქართველოს დასაცავად დგანან, ზუსტად იციან რატომ დგანან. ამ ხალხისთვის სინდისის პატიმრებისთვის, მზიათვის, პოლიტპატიმრებისთვის, ემიგრანტებისთვის მთავარი საქართველოს სახელმწიფო სიდია და კითხვაზე პასუხი რითი მოგწამლეთ. ივანიშვილის 2026-ის გეგმა ჯერ მხოლოდ გეგმა, ეში და კლანური გარჩევებია, დიდი ფულის გარჩევები, პროპაგანდის ნაწილი. ფასებზე დარდიც პროპაგანდა, ახალაიას დაკავებაც პროპაგანდა, კორუმპირებული ლილოშვილის დაკავებაც პროპაგანდა. სიბიძურის ნიაღვარი, რაც ივანიშვილის ხელდასმით მისივე მედიიდან მოედინება, ქიმიური იარაღით, სავარაუდოდ მოწამვლის გადაფარვის მცდელობა. უარესის მოლოდინში ოლიგარქი ყველაფერს იზამს, რომ BBC გადაფაროს, დაგვავიწყოს, ამიტომ მათი ვერსტკა თავარია არ ამყვეთ. 5 დღეში გამოძიებულ საქმეს გაფიცებ მოდული 28, 29, 30 ნოემბერი და 1-2-3 დეკემბერი საწავიდა. ეგ თქვენი ქოცული კალენდარი 1000 ჯერ გადაკერილ კონსტიტუციასთან ერთად უბორნიაში ჩამოკიდეთ, რაც არ უნდა ქნათ, BBC-ს ამბავს ვერ გადაფარავთ, სულ რომ ახალ ფლამდე თვით მერი კალაძე დაიჭიროთ. ვიცი სიტყვა გამიგძელდა და რადგან წლის ბოლოა ჟანრის კლასიკაც მოითხოვს, არ შემიძლია არ მოვიკითხო თბილისის გრადანაჩალნიკი სნასტუპაევიჩი. გავაწლები თბილისი ისევ იდგება, გორგასალი ისევ გადმოხედავს თავის ქალაქს ხელაწეული, ქართლის დედა ისევ იქიდგება სადაც დგას. პლეხანოს რომ პლეხანოვი ერქვა და ვორონცოვს ვორონცოვი, ბევრს აღარ გაახსენდება. თავისუფლების მოედანი იქება და მხოლოდ ისტორიას ეცოდინება, რომ მას ოდესღაც ლენინის მოედანი ერქვა. რა ის გოლოვინი და რა ის სტალინის ძეგლი დედაენის ბაღში და ბევრი ასეთი. აღარავის გაუკვირდება დამადლებული ესტაკადები, დაგებული ასფალტი. ფერადი ავტობუსებით თავის მოწონება დასაცინი ახლა და მე ხომ უფრო იქნება. ქალაქის გრადანაჩალნიკიც აღარავის გაახსენდება, მაიმუნო ვირიშვილო შეიძლება აღარავინ დაიჯეროს, არც სიგზე და სიგანე, რომელიც თურმე ვიღაცას ეყოფა, უზრდელი და მატყუ არ უნდა იყო. რამდენი მილიონიც არ უნდა გქონდეს და როგორი ტრენდულიც არ უნდა იყო, რამდენი პიპიაც არ უნდა ყავდეს, ძალით სვეტობა და ძალით მოდუნისობა რომ ნიშნავდეს რამეს, თბილისელობა ადვილი იქნებოდა. არც სელფის გადაღება შველის და არც ლაივი. თბილისელებისთვის აუცილებელი არ არის შენი პირადობა 0-1-ზე იწყებოდეს, შეიძლება 37-ს დაიწყოს. უზრდელი და მატყუარა არ უნდა იყო. ადამიანი მოქალაქე უნდა იყო და არა მოწამლული ქალაქის მერი. დანაშაული დივერსანტული მოღალატეობრივი და კორუფციისგან გახრწნილი სინდიკატის შეფს, როგორც დასაწყისში გითხარით, ყველაფერთან ერთად არქივის, საკუთარი არქივის ზუსტ და აღიზიანებს. მისი ყველა ინტერვიუ აღიარებით იჩვენება და საკუთარ თავზე პოლიტიკური წინასწარმეტყველება. ნაწყვეტი ინტერვიუდან, რომელიც მან ჩემ კოლეგა ნინო ჟიჟილოსთვის მისცა, რა სიმბოლურია, რომ ამ ინტერვიუდან 13 წელი გავიდა. 13 წელი, რომელიც უკან რუსულ ჭაობში სვლა. დიახ, ბორეკა რადნოი, კატასტროფა ხარ. მე რა შვებიან, რას ფიქრობენ რა? მუდმივ ტერორში ეყოლებათ ქართველები. კიდევ უფრო გაღარიბებაზე წაიყვანენ? კიდევ იქეთ გადაღუნავენ იმ ხარეს, სადაც ესენი მიდიან? ეს ხო გასაგებია, რომ ოდესღაც ეს ზაფი გაწყდება და მოხდება კატასტროფა. და მოხდება ის, რომ ესენი საკუთარ პოლიციასაც ვეღარ დააფინანსებენ,
ახლო მომავალში და შეიძლება თავის საყვარელ გუნდის დაფინანსებაც კი გაუჭირდეს, რომელიც ნელ-ნელა შევიწროვდება ეს ქსელი და გადატყდება ოდესღაც. დამშეული ხალხი ამას არ აიტანს დიდხანს და მოხდება კატასტროფა. თეორიულად არ არსებობს შანსი, რომ ამ გზით მათ რამეს მიაღწიონ. ეს მოხდება დღეს არა ხვალ, პირობითად წლებით თქვათ. არ მოხდება ამ წელიწადში, მოხდება შემდეგში. არა შემდეგში, რამდენიმე წელიწადში სიტუაცია განვითარდება და მივა კატასტროფამდე. არ არსებობს თეორიული ალბათობა იმისაც კი, რომ ესენი გავიდნენ სადღაც ნორმალურ გზაზე. არ შეიძლება მათ დააპატირონ მთელი საქართველო. და ბოლოს ტრადიციულად ან ჩვენ, ან ის თუ ის, მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო. დარჩება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო. შეხედე როგორ დაეშვა ფარდა ქვეყანა ბელთა ქვეყანა ბრმა და ერთ დროს ქვეყანა რანთა და გახდა იქცა ჭაობად რუსეთის კართან